გამარჯობა, მოგესალმებით. გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესარით, კაცები 2026-ში YouTube-ზე ვართ. არ გადავსულვართ. გილოცავთ, ბიჭებო. გილოცავთ, და ეს ლამაზი ატრიბუტიკა მოგვიტანა იკომ. საშუალოდ მე ვთხოვე რომ ჩემი ზომა კოდი მომიტანეთ ხო და გიორგის ძალიან ხდება. აი რა ხდება კოდი. ხოდა ითი რა მეინტერესებს, ეგ მოგიტანეს თუ შენ გაფლაში? არა მომიტანეს და აი ნახე. აბა ნახე. შედი აბა მაგაში. ოპა. არა ისე დაიხურე რაღაცა ქურუმივით იქნებ. აი როგორიცი? აი ეს. ხო. რაღაც მონაზონივით უფრო ხო. არა, დაიცადე ესე ცადო ერთი წამი ნახე. რო აიკაპიცებ. თოვლის ბაბუის მძევალი. აი ესე. ეგრე ძალიან კაია. მართლა ძალიან კაია. ესე ძალიან მაგითია. ესე მიხდება. კი, განსაკუთრებით ეს გამოშვერილი ნაწილი. არა. აი ესე. ბიჭო, აი ესეთი პერსონაჟი ახალ წელს მოუხდებოდა, მაგრამ არ არსებობს. რაღაცა სოკოსა და არ არის კარგი. სოკოსა და ჯუჯაში ხო, შორის არის რაღაც. დაიცადე მაშინ. ოსმალეთის ელჩსა. კი, ოსმალეთის ელჩის. ყიზილბაში არის. აი ესე ვთქვა. ეგ ეხა გაუგებრობა არის. არა, ეგ უკვე ის არის, ავანგარდი. ეგ უკვე ის არის, დემნაგვასალი. ცადე, აბა რა. ავანგარდი და ეს. ჩანელაც მაგარ ვიდზე. გმადლობთ. ჩანელას დაიხურება ეს ქუდი და ეკნება კარგად. აი მასე. აი ესე გეხუროს, ნუ მაიმუნო. ხო, აი სასაცილო ხარ, ნუ მაიმუნო. შევიკრა. მაგ ქუდს ისე ვერ დაიხურავ, რომ არ გამოჩნდეს სასაცილო. ახალ დაბანილ თავზე ქალები რო იკეთებს. პირსახოცი ესე. მე ასე. ესე მართლა კაია. ხო, მართლა. ეს რაღაცა ის არის. ყუთიანი ბენდენა. ის არის, მე ვიროაკ ერთად. კარგია. კარგი. ესე უნდა წავიყვანოთ მთელი გადაცემა? როგორც გინდა. დამცხა მე თავზე არა ვარ მიჩვეული. მოდი გოგიჩა რომ მოვა მოვიხსნათ არ გაგვიქცეს. გოგიჩა კი არა, ეხლავე მოვიხსნათ, მოდი. და ეხლა მე მეხურებ. მაინც ახალწა განწყობა რომ მე შევქნა. ამას ნიკოს გადავუგდებ. შენც გეხურებ. მე ესე რო ვიყო. კაი, ამას თუ არ გამოვართმევთ, ვერ ჩავწერთ. არა, ხო, ეს ითამაშებს მთელი დღე. აი თქვენი ხათრით. კაი, ძალიან კარგად გახურია და მწერად. მედი დააკორექტირე. აქვე უნდა ვთქვათ, ბოლო შანსია, ეხლა მე გადაცემა არ გვექნება და 5 იანვარს, არ ვიცი, ამ გადაცემას ცოტა ადრე ვიწერთ. ხო. პირველში გადის ეთერში. 5-ში გვაქვს 5-იანვრობა, ჩვენი დღესასწაული. ისე ვიქცადაც ლაივები არის. და ლაივი გვექნება, ანუ ფართი არ იქნება წელს, მაგრამ იქაც დიდი ხალისი გელოდება, მაგრამ ამას ვიძახი, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ბილეთები კიდე აღარ არის, მაგრამ როცა ვიწერთ არის. ეს ინფორმაცია ამ წუთას რას აძლევს ხალხს არ ვიცი, მაგრამ ხალხს რა უთხრათ, იცი უბრალოდ ვისაც 3-ში და 4-ში აქვს ბილეთები აღებული, იცოდეს რომ ეს ისეთივე იქნება და არ დაწყდეთ ქული. ერთადერთი 5 იქნება და თარიღი იქნება სხვა. ასე რომ რა გავაკეთე? რა. აი დროშას რო კეცავ. თენოვანი ხაჭაპური გააკეთე. არა, თოვლის ბაბუა რომ მოკვდება. ამერიკის მთავრობა ამას გადასცემს თოვლის ბაბუის ქურიუს. ალბათ. იმას ვერ აკეთე. ეგვიპტის სასტუმროებში რომ იმას აკეთე. მაგეთს და მაიმუნებს და არა. მე გადასვალებას ორიენტირებული. მაიმუნი არ მინახი. გაინტერესებთ რამდენი რამე მოხდა? წელს. გვაქვს 26-ში მოვიდა. ხო. და რამდენ წელიწადში რამდენი თარიღი, რაღაც თარიღებია, რომლებიც მნიშვნელოვანი ფაქტებია. მიდი ძმა. იუბილეები რა გქონდება? ეგ გვაქვს ნიუსებად. ხო, მაგრამ ძირითადად ახალწლ ნიუსებია, ვიღაცამ საცივი ჯამები და ცუდად არის. რამე იცი რაც 26-ში ის იუბილეა. არა. ამახსენდება და ჩემი იუბილეა. დათოს წელი მოდის და დათო ხდება 60-ის. 60-ის. ამაზე მეტი იუბილე რა გინდა? მითხარი. ცეცხლოვანი დათო, ცეცხლოვანი ცხენისელი რახან არის. ცეცხლოვანი დათო ხდება 60-ის. ცეცხლოვანი თარიღის. აღნიშნოთ მე იმეთი. რითი? კუმისით. ცეცხლოვანი ხანწელი არის კუმისი. ცხელი კუმისი. კვირეულით, რაღაცის კვირეულით. კუმისის კვირეულით. აი, მოდი დავიწყოთ. ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან 250 წელი გასულა. გარდის 4 ივლისს
ხო. ფილადელფიაში გამოაცხადეს და 10 სექტემბერს ეცნო, ეთყობა სანამ მივიდა ამბავი და ხო. მაშინ ხო ესე არ იყო მეილი ჩამიგდე. ინგლისის მეფეს რომ ჩვენ ცალკე ვართ. კარგად სანდებოდ. ანუ ეხლა რო უყურებ ჩასასვლელები ვართ. ამერიკაში ხო ამერიკა იქიდან ინგლისში არ გამოვიაროთ, არ უთხრათ. ისინი საწავიდნენ თქვენ ბრიტანეთს რო კაცი გამოეყო ჭკუა აგ თავში რაღაცები. ისინი მოდი არ გვინდა რა ეს დღესასწაული გვადღეს შევირგოთ. და მე ინგლისად აკებრებს ნუ გვაცემინებ. ინგლისად ეკნება რამე დღესასწაული და ჩავიდეთ. ინგლისი ხო იცი არა ის ეგეთი დღესასწაული ნუ ყველას ვისაც აქვს დღესასწაული და თავისუფლების დღე და მოგიდებლობის ინგლისისგანაა. ინგლისისგან თავისუფლების, მაგრამ ინგლისს ამაგეროთ აქვს თავისი მეფეების, დაბადების დღეები, რომლებიც ესეთ სადღესასწაულო თარიღები და ჩავიდეთ, ჩავეხუტოთ იმას რომ საფლავზე გავიდეთ. კარლ დიდი. განა არ იმსახურებს ჩვენგან. რამდენი ხანი მე ბავშვობიდან მახსოვს დედამისი რომ მეფობდა და სუკაი ამბებს გვიშვებოდა ჩვენ და გვიგზავნიდა დახმარებებს. ვინ დედამისი? ელიზაბეთ მეორის ამბობს. ჩვენი ბავშვობის ალბათ სიმბოლოა ტომ სოიერის თავგადასავლის გამოსვლიდან 150 წელი გასულა. რაც დაწერა რაც გამოვიდეთ, გამოქვეყნდა. პირველად გამოვიდა. იტო ტომ სოიერი ხო არ არის იმ სამ წიგნში, რომელიც უნდა წაგვეკითხა ბავშვობაში რა თქმა უნდა. რობინზონ კრუზო, ტომ სოიერი და საიდუმლო კუნძული არის ჩემთვის. ჟიულ ვერნის რამ ნებისმიერ. ხო, ჟიულ ვერნის ნებისმიერ შეკვეთას როა. რაღაც პროცენტი ადამიანების ამით იწყებს კითხვას. ხო, მაგას ვიძახი რა, ანუ ერთ-ერთი პირველია. კიდე ხო, მაგრამ დიდობისას უნდა წაიკითხო ჯობია. ბავშვობისასაც წაკითხული უნდა ქონდეს, მაგრამ მე უფრო შენ რამდენჯერ გაგწაკითხო და ორჯერ. ბავშვობაში და მე დიდობაში. 60-ის რო გახდები კიდე წაიკითხა, იქნებ მოხუცობაში. და გეტყვი. მე რო გაგვიზია. ალბათ ერთადერთი წიგნია, რომლის დაწყებაც ყველა მიცის რა. პასუხი არის. ეს ალბათ არც ერთი წიგნი არ იცის. იყო არაბეთს როსტევან. ამ ორის ვიცი მე. ის არის ომი და მშვიდობის დაწყება. არა. რომელმა შექმნა სამყარო ასე ხო არ იწყებს? ხო. კი, მალადეც. მაინც რა დავაზუსტო. ხო, მაინც რა. აი, გაგახსენ. ამასთან ამოხეული იყო. იქიდან დაიწყო პირდაპირ სტევანიდან. მე მარტო სასე პიროები. ტომ სოიერის ისა გაქვს? რამე. ნიჭი, უნარი? რამე არა გაქვს? სტიკერი ან რა. არა. წიგნი. მაცივაზე მისაკრავი. არა. მასივაზე მისაკრავი ტომი. არა, წიგნი მაქვს. რომელიც წაკითხული მაქვს რამდენჯერმე მეც. მაგრამ ყველაზე მეჯერ მაქვს წაკითხული საიდუმლო კუნძული. 11. ის ბავშვები არ გეცოდებოდა ხობეს რო აღიბინებთ. ბიჭო, არა, ის თავის სურვილით ხებოდნენ ისინი. ხო, ანუ ამას არ დაუძალები. რაღაცა იმის სქემა იყო, მაშინდელი კოლ-ცენტრი ალბათ. ხო. მაგრამ ნუ თავისი სურვილი. ხო, არც ისიც არ ნებისმიერ დროს დაუძალები. შეეძლო მიეგდო და წასულიყო. ხო, ეგ უნარი. ბავშვთა სახეები ტომ სოიერში. კაი, მოდი გადავიდეთ შემდეგ ამბავზე. ჯონ ბრედის ტელევიზიის 100 წელი გავიდა ამ დროისთვის. იტესტებოდა ტელემაუწყებლობის რამოდენიმე ვარიანტი 1926 წლის 26 იანვარს მან ინგლისის სამეფო საზოგადოების წინაშე წარმატებით გადასცა გამოსახულება ნაცრისფერი გრადაციებში, ანუ ფერები ისეთი იყო რა. ფერები არის ხო? გამოსახულება იყო ნაცრისფერი. ფერებამდე ჯერ ბევრია იქ. ანუ ხო, იდეაში ტელევიზორის მამა. ხო. პირველი გადაცემა როგორც მოხდა გამოსახულების, ალბათ ეს არის ძალიან მაგარი იდეა ეს. 100 წელი გავიდა. 100 წელი გავიდა და რა ტელევიზორი აღარა გვაქვს სახში, ეხლა აქ ვარ. ხო, აქ არის ტელევიზორი ტელეფონში. და ჩვენ გამოვაგდეს ტელევიზორი. ხო. წელიწადში ისე განვითარდა, რომ ჩვენ 1-6 ტელევიზორიდან ვართ გამოგდება. ამას წელიწადში. ხო, ამას წელიწადში უხდება. თან ეგ 100 წელიწად ჩვენთან არის 50 ალბათ, იმიტომ რომ იმის მერე ჩვენთან ძალიან დიდი ხნის მერე შემოვიდა. ზუსტად 50
16-ში. ინგლისელი თუაკი იყო, ვინც ეს მოიგონა? ხო. ხო იცი როგორ მუშაობს, ძალიან მარტივია. აი ეს ნახრეტები ის ტრიალებს, ხო. ტრიალებს ტრიალებს ბრუნავს და ეს გამოსახულება ადის ჩამოდის ამ ტრიალის დროს. და იქ სტროფებს სწორად ანათებ გამოსახულებას იღებ. მოძრავს. ხო. მოძრავს. თორე ეგრე რვეულზე შეგიძლია ანიმაცია გააკეთო. ხო, ხო, ეს არის რვეულის განვითარებული მეთოდი. შემდეგი არის იუბილეისიც არის სიმღერის Hotel California, ხო ყველამ ვიცით. ვა, გამოსვლა 50 წელი. კაი. ამდენი ხანი კალიფორნიაზე უფროსი ვარ 10 წლით. ჯგუფი Eagles-ი Eagles-ი კი. მე ამათი ის მქონდა, კასეტა მქონდა. 7 ალბომი ქონიათ და ბოლო ალბომი ჩაწერეს 2007-ში. არ მეგონა მე ეს მართლა გითხრა. მე მეგონა რომ სადღაც 70-იანების ბოლოში დარჩნენ და მან მეგონა. მან გეთანხმები, მაგრამ მე მქონდა ამათი ისა Best of Eagles. კი და ეს სიმღერა ერთადერთი ყველაზე კარგი. ჩემზე დიდი მეგონა, იმიტომ სუმა ხე ძალიან ღრმა ხო ბოლო. ნუ 10 ო, წლამდე 10 წლის რო იყავი, მაშინ არ იყო საშუალება რომ მოგისმინა. ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდი რომ არ შემოდიოდა ის ხმა იქიდან. ცოტა რომ გაიზარდე მე უკვე შემოდიოდა რაღაცა საშუალებები. ჩვენ ყველა უფროსი ვართ მაგაზე, შენს გარდა მე მგონი. არა, არც ჯანელა კაცო. შენ 76-იანია ეს სიმღერა. ტექსტი იცი მაგისი. აი მის სამღერის ტექსტი. შეგიძლია წაიღიყინო. მე ამათხელა ვარ. სამღერა ვეფხის ტყავსნის პირველი სტროფი ვერ გავსწრებ. ეხა Hotel California-ს პირველი სტროფი. Welcome to the Hotel California. ой ჩამქონავს რა მიშელ რომ წვიცოდე როგორ ვიტყვი. იყო არაბეთს როსტევან მანდაც ეგრე ხო არ იწყება. ოღონდ ინგლისურად. It was Rostevan in Arabia. 2000 წლის იუბილეისი შეიძლება იყოს. ვა, მოიცე? მე გაგირთულე? 2000 წელი. კაი, კარგი კითხვა. შეიძლება იყოს. ანუ ჩვენი წელთაღრიცხვის 26 წელია. 26 წელია და ეს არის პილატე პონტოელი დაინიშნა იუდეის პროკურატორად. ის. პილატე პონტოელი დაინიშნა პროკურატორის თანამდებობას. და ნახე, ხო ვერ წარმოიდგენდა რომ ეს მილიარდობით ადამიანს ეწოდინებოდა რაღაცა მისი პროვინციაში დანიშნეს. მისი მოღვაწეობის ძალიან ისეთი დეტალები რა. ხო, ისეთი რომ მაინდა-მაინც თავის საქმე არც იყო იქ და არც არაფერით გამოუჩენია თავი იმ ხო ამბავს. ბიჭო, ძალიან უცნაურია. ვიღაცის რელიგიაში მოხვდა ეს შემთხვევები. რელიგიური პრობლემა. ვიღაცის რელიგიაში დიდი გადატრიალება და მოახდინა. თან მარტო ერთ რელიგიაში ორ რელიგიის დაჯახებას ამბავში ამან დაბრალდა რომ ესე გადაწყვიტა არა და არაც არ ქონდა სურვილი რომ დაესაჯა ეს ანა. არც გადაუწყვეტია თქვენ თვითონ კი იმიტომ რაც გინდა. არ გადაწყვიტა. ხო, და აი ყველამ ვიცის. აი პროკურორი რომ მაგითი შეყვალ რო არ გადაწყვიტე. არა, პროკურორი არის. ეგ პროკურორი იყო თუ გენერალური პროკურორი. სახალხო დამცველი. მე სად გადაიყვანეს ნეტა მაქი. მერე გადაიყვანეს. აქედან რო შე კარიერული იმით რო შე. ხო, ანუ ზევით წავიდა თუ ქვევით ეგ გაინტერესებს? რაიონში გადაიყვანა. არა, მაგაზე რაიონში რად გადაეყვანა მაშინ ეს ძალიან ის იყო პერიფერია. მე გადაიყვანეს პირიქით ეგ ზემოთ თუ წავიდოდა კარიერულად. ლიბიის საგადასახადოს უფროსი. რეგიონალური განვითარების მინისტრი. ასურე. კულტურის და ახალგაზრდობის სამინისტროში და გადაიყვანეს. გზებს აკეთებდა. აი ეს ყველა გზა რომში მიდის, მაგის სამინისტროს ეწევა. მაგარია. ნინევის საბაჟოსი. და ხალხი იძახდა რა არის რომიდან ათენამდე 700 წელია გზა ვერ გაგიყვანია და იყო ერთი ამბავი. ორმოები არა, ორმოებია. და 30 წელი საიდან? ცნობილი მკვლელობიდან. გახმაურებული უხდება. 96-ში? აუ 96 საქართველოში მკვლელობა თუ კულინგენამკვლელობა?
იმენებყრება არა, ცდელობა ხო არა. ჯონ ლენონი? არა, კაცო. 96-ში რა ლენონი და კენედი არდნენ. თუფაკ შაქურის მკვლელობა 7 სექტემბერს ლას ვეგასში მაიკ ტაისონის ჭუბის მერე მომხდარა ეს ამბავი არ მახსოვდა ეგ ამბავი და რაღაცა გვერდზე მანქანიდან ერთი კვირა სხვა შორის თურმე მე მეგონა რომ იქვე მოკვდა ესე მახსოვდა და არა ერთი კვირა ცოცხალი. მართლა? ხო, მეც ეგეთ მახსოვდა, მაგრამ და თუფაკი კაი რა. კაი კაცი. ეს ის არის ხო? მისი ბოლოს სიტყვები იყო fuck you. ეს როცა დაჭრეს თუ ის ერთი კვირა რო იწვალა მე თქვა. სავარაუდოდ ყველას აგინა, ყველას fuck you-ს ეგმნებოდა. არა მარტო ბოლოს სიტყვა, 40 სიტყვა შეიძლება ეგ. არც ვიყვარს თუფაკის შემოქმედება? არა, მაგრამ მე მახსოვს. მე ძალიან მაგარია. სტუდენტი ვიყავი და უნივერსიტეტში იყო ქუთაისის უნივერსიტეტში იყო ბევრი ვერსია თუ რატო მოკლეს და ვინ და ვინ მოკლა. ხო, ვინ და რატო მოკლეს. კარგია რომ ქუთაისის უნივერსიტეტი იძიებდა ჩაერთო გამოძიება. კი, სალაპარაკო თემა იყო, მაგრამ აი ძირითადად დამნაშავეები გამოყავდათ ასევე რეპერები და არა ის ნარკო კარტელები და კრიმინალური ბანდები და ეს იყო დღეისათვის იუბილეები. რაღაცა ნახე ნიუსები კი არა. სულების კიდე ერთხელ. ამაზე დიდხანს გაჭერება არ შეიძლება. სტუმრის ნაწილზე უნდა გადავიდეთ. გადავიდეთ. რა დროს დასულები რაღაცა გაგვიმართოს ხალხმა. ყველა წასული არ იყო ეხლა ის თვით იმის გარდა. იგლზის რამდენიმე შეერაცხა. ერთი ორი კაცი. გადავდივართ სტუმრის ნაწილზე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ტრადიციულად ჩვენი მეკლე დავით გოგიჩაიშვილი გოგიჩა. აი ესე მარტო ამით გამოვაცხადეთ რეგალით. ჩვენი მეკლე დავით გოგიჩაიშვილი გოგიჩა. რას მიქვია სხვა რეგალიები ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. გამარჯობა დათო. გამარჯობა. აგერ უკვე მე რამდენი წელია. ხო და მე რამდენი წელია. ხო და მე რამდენი წელია. მე რა უფრო მაინტერესებს ცი წინა წელსაც ეს იყო მეკლე? რა არ მოგეწონა? არ მომეწონა წელი. წელს კი ნუ განსაზღვრავ. კაცების აი ეს ლოკალურად დადის ესე გადმეებში, კაცო ხა. ეგ მე დამაბრალე ყველაფერი, ლაბა. ეს ეხა შენი ბრალი. ეს ეხა დღეს რო შემოდიოდეს წითელ ხიდზე, მაშინ არ მომეწონა წელი. ქვეყნის მეკლე რო იყო. არა, მე მოვემზადე სპეციალურად დღევანდელი სტუმრობისთვის, დღევანდელი მეკლეობა. გოგიჩ, გიროცა მოიცადე მე რამდენი წელია? მე რამდენი წელია? ლაბადე. 2017 წლის 25 დეკემბერს იყო პირველად ჩვენი მეკლე. ყოველ წელს იყო? ხო და მას შემდეგ ერთი წელი არ იყო პანდემია რომ COVID-ის გამო. ჰქონდა და სხვა როდის არ იყო. ჩვენ სულ იყო. სულ იყო. იქ ის პანდემია როცა იყო, მაშინ ვერ ჩავწერეთ სახალხო გადაცემა და მაგიტო არ იყო რა, რაღაცა ჩვენ საშვები საშვებით გავიგეთ ვიყავით სადღაც. ნაძვის ხესთან. და პარლამენტის წინ ვიდექით ნაძვის ხესთან, და ხო? მე არ მომწეს. საშვიეთ ხო. მაგიტო ვერ ვიყავი. მეკლეობა არ გამოვიდა. შენზე არ ვიჩადიჩეთ. როგორი წელი იყო დათო? პირად რა ვიცი, რა ჩვენ ამბავს, გითხრა. ცუდი წელია გავიგეთ ყველა, მაგრამ რა ვქნა? შარშან წინ კიდე ეგეთი წელი იყო და უკვე ეხა იქნება კაი წელი. წელს კრინკი არ გაიგოს არავინ, რომ უნდა გამოვასწავლო. შემდეგი წელი კარგი იქნება. ამბივალენტური წელი იყო ესე ვთქვათ. რა კარგად თქვა რა. თაგა სახალხო განწყობაში მოიტანა. არა მხოლოდ ტერმინით, არამედ ინტონაციით. კი, აი, ესეთი წელი გველოდება. ბიჭო, როგორი წელია, იცი, აი საშემოდგომო რო გამოყვება და თავიდან რო ასი იყო. იყო. შეიძლება თქვა, რომ მოდი ეს ისა თავიდან ვიცხოვროთ 26-ში. აგვისტოში რო ჩავაებში. 25-ის მასალა გვაქვს გასავლელი 20. თავიდან რო იწყებოდეს ჩავრჩით 25-ში. რას გააკეთებდით თავიდან რო იწყებოდეს 2025 და იგივეს. ნაწილი მაგას უპასუხო. იგივე დაგვიტოვა მასწავლებელმა. ხო და ის არის გაგიმარჯოს, საპასუხისმგებლოა ბიჭებო, კაცებო თქვენი მეკვლეობა და ვემზადები ხოლმე სპეციალურად. ჯანელრად დაძაბული არის. მე რო ჭიქას ხელს ვკიდებ. ხო, თან იმ წელს თეთრი ღვინო იყო და ეხლა ეს გაცილებით უფრო მაღალ რისკიანია. სხვა შორის მე არ ვიყავი გოგიჩარი მოვიდა, კამფეტები შემოყარა? კი.
სად არის გაინტერესებს? შემოყარა თუ არა გაინტერესებს თუ სად არის? თუ გავიგე რომ შემოყარა, ეხლა ესე იგი სადღაც იქნება. ხო, სადღაც კუნჭულში მაინც იქნება ერთი დარჩენილი. კუთხეში რომ შევარდება, ხო, თებერვალში რომ პაუზა. რომელი დათუნია შეგინახე, დათუჩა მოიტანა დათუნია და დათუჩას შეუნახე. შენთვის სპეციალური. მართლა? ერთი цаრი. ერთი წალი, კილო და 2 კილოი არა, ერთი წალი. სადადეი. გაჩვენებ მე. ხო და დღეს ახლა მოდივარ თქვენთან ლოლოს იცნობს კაკაბა. კი. ლოლო არის ჩემი მეგობარი, პარიკმახერი და მეგობარი. და აგრეთვე სტილისტი, ჩემ ხელა ხო არა ხარ, სტილისტი. ისტორიული იმისი რა ქვია, რეკლამის, პირველი რეკლამა როცა გადავიღეთ ჩვენ, იმის ეგ არის, მამამისი იყო მთავარობში მე და თვითონაც იყო და შენც იყავი 24 საათის რეკლამა. დიდი ხნის წინ. აუ მეც ვიყავი მაგის ერთ-ერთ რეკლამაში. 2003 წელს ლოლოსთან და თვებს ჭრიდა და გაერთობა ისე რომ ცუდად მჭრიდა ესეთი ვანო ჭელიზის მეგობარია და ვანომ გაგვაცნო მოკლედ და იმის მერე დავდივარ ლოლოსთან. ხო და ეხლა უკვე ვიპარსავ ხოლმე. ადრე მხოლოდ ბლანჟეს აკორექტირებდა. აკორექტირებდი. ეხა ისა მაგ სამართებელი მაგ ჩემი სიმამრმამიშოვა. სამართებელი ტიპარსა? ტყავზე ის არის? სლად ტყავზე არა, მაგრამ ნუ აბიშენია. სამართლით მიდიხარი ლოლოსთან. სამართებელი მაქვს დატოვებული ლოლოსთან. ხოდა რომ მივდივარ გამოიღებს ამ ჩემს სამართებელს და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ადამიანია. იმიტომ რომ გარდა იმისა რომ თმებს ვიჭრი მასთან და ვიპარსავ წვერს, გახდა ეხლა იუთუბერი. ანუ რაღაცა ვიდეოები აქვს. დავაკისრა თქვენ კოლეგა ლოლოსთან ვიყავით, ესე YouTube ხო, თქვენ მეგობარი მაგ იუთუბერი არ არის, გასაგების არის. TikTok-ზე ინფლუენსერი. არა, უფრო კარგია YouTube-ი, კარგად ჟღერს, რომ YouTube-ში ვიკრიჭავ. ხო და ორი ტიპის ვიდეოები აქვს რა. YouTube-ი და ვიკრიჭავ. აი რაღაცა უცხოელი რო შევა მასთან რა, გასაგრეჯად, იქ რაღაცა სომბრერო აქვს მაგალითად და რაღაც მექსიკელი შევიდა და იმას ესპანურად მიესალმა და ეს ჩაწერეს და მოკლედ რაღაცა პატარა ვიდეო ესე გამოაცხეს რა. ანუ სტუდია აქვს მთელი მოწა. არა, მეორე მიმართულება რაც ესე იგი იპოვა. ეს არის კულინარია, ოღონდ კულინარიაში შამპურზე რაც კეთდება რაღაცეებს რა. რაც შამპური. და რაც თავში მოგივა მართლა ყველაფერი გაკეთებული აქვს უკვე რა. თავიდან დაიწყო. ხო, თავიდან დაიწყო რაღაცა ტრაპარეტული რაღაცეები. ქათამი, ხორცი რაღაცა და მერე რაღაცა ლობიო მაგალითად. ლობიო შამპო. დათო? ლობიო რაღაცა. ლობიო შამპურზე. ციცაკა. ერთი წამი. ლობიო შამპურზე როგორ? ხა ესე გაუხა. შამპური ხო იცი? ლობიო ხო იცი? ლობიოს ხო იცი მარცვლები რა და სათითაოდ მართლა მე მგონი მწვანე ლობიოთი რაღაცა. არა, ლობიოს მარცვლები. ერთი რაღაცა ზესუმზი რაც გავაკეთეო, ოღონდ როგორ მეცე კითხოდამება და მაგრამ მოკლედ აი ციცაკა და ეგ ვიდეოები უდევს? ეგ ვიდეოები უდევს და რა ქვია channels? როლანდიკ 1. ნეიმინგის მეფეა როლანდი. ისე იმას სალონს ლოლოსთან ქვია რა, მოკლედ ყველა ლოლოს ეძახეს და ლოლოსთან დაწერა და როლანდიკ 1 ქვია YouTube channel. ხო და მთხოვა ბიჭო ეს არა ქვია. ეთქვა როლანდიკი დაკავებული იყო. ვიდეო ჩამიწერეო რა YouTube-ის subscriber-ები რომ მომემართოს რა და ეს ჩვენი საუბარი როცა შედგა მაშინ ყავდა 20 subscriber-ი რა. და მე ვთხარი ლოლო ეხლა კომისრებიც კი მეტი იყო ბაქოში. დიდრე ამას subscriber-ები. მე ვთხარი ლოლო ეხლა ჩემი ხათრით რო subscriber-ები მოგემატება ესეთი რა გინდა თქო რა. მოდი რაღაც რაოდენობა დააგროვე შენ და მერე ჩაგიწერ ვიდეოს. აიო, მეც ვიყენებ მაგ. რამდენი subscriber-ი დავაგროვო. ნუ ეხა 20 თუ ყავს, ეხა 1000 ხო არ გეტყვივეთკი რა. იყოს 980. 980 რო დააგროვებ და მირეკავს გზაში რომ 300-ზე ავედი 500-ზე. ავიდა 900. ავიდა, აგერ ახლა 1500 იყო. ხო. ეხლა ვარ მოკლედ შეპირებული რომ ხო და ჩავუწერე მოკლედ ვიდეო. ლოლოს ხარდასაჭერი რა, რომ გაუმარჯოს ლოლოს და YouTube channel-ი და TikTok-ზე და როგორ როლანდიკ 1. როლანდიკ 1.
ხო და ეხლა შეშინებული ვარ, რომ 2000-ზე რო ავა მოდი რა მივიყვანოთ მალე. აკედა ვინასო გამომწერე. როცა ხალხს შევიხავთ როლანდი კერტზე. და აგერ არის 1500 გამომწერი ყავს და 500 რა დავამატოთ. ცოტა ხანში ჩავახუტოთ დავითა ლოლოს. რა შევპირდი რომ მოკლედ 2000-ზე რო ახვალ თქო კიდე ერთ ვიდეოს ჩაგიწერთ თქო რა და მოფიქრებულიც მაქვს ეხა მინდა რომ მოუყვე ეს ამბავი რაც მინდა რომ ლოლოსთან ჩავწერო 2000-ზე რო ავა 2000-ზე რო ახლა რას ჩამიწერო და მეუთხარი ერთი გურული ამბავი გამახსენდა თქო და იმას ჩაგიწერთ თქო რა და გურული ამბავი არის ბიჭო ძალიან სასაცილო ერთი ბავშვობიდან მახსოვს ვახუშტი კოტეტიშვილი რო იმებს აკეთებდა რა ქვია რეგიონებში რა ალბათ 5 თუ 6 წლის ვიქნებოდი და არ დამავიწყდება ოზურგეთში იყო ერთ-ერთი ფოლკლორული საღამო და ფოლკლორული საღამოები თუ გახსოვთ ესე რა ის ადგილობრივები ღერიან რაღაცა ლექსებს ამბობენ და ხუმრობენ ადგილობრივი კოლორიტი და ერთი იყო არ ვიცი ოზურგეთიდან იყო თუ ჩოხატაურიდან თუ ლანჩხუთიდან მოკლედ გურული კაცი აი კოლორიტული გარეგნობის რა თურალი აკაკის სიხარულიძე თუ არ ვწდები რა რაღაცა დახეული ჯინსები რა ოღონდ ისე კი არ დახეული არ იყიდა მთელი იყიდა და დაიხესა ყანაში და რაღაცა კაზაჩოკებისნაირი ფერსაცმელები და მოკლედ გამოდის და ყვება ესეთ ამბავს დალაქსზე რა და მოუყველონს დალაკთან ვარო და დალაკი ხო იცი ანუ ეზოა ჩვეულებრივ და სახლი აქვს რა თავის მეზობელს ამ აკაკის მეზობელს და იქ დალაკში იღებს მომხმარებლებს. ვაუ, კონტრასტული სიტყვა იყო. გაბანჯგლულ მომხმარებლებს. ხო და იქ ვარო რა და პარსავსო ესო რა და ისეთი უფროსი კაცია და პატივსაცემი ჩემთვის და რაღაცა და პარსავსო და ამ დროს საღამოს დაემთხვაო ისა ძროხების სახლში მოსვლის დრო რა და მოკლედ ძროხა ხო იცი ჭიშკართან მოდის და ბღავის რა და ხო რომ მოვედი და მომხედე ეს რომ პარსავს ეთყობა ფიქრობს რომ ისაო რა იყოსო ჯერო რა საწავა ეხა ძროხაა რა და ჯერო გავპარსავ და მე შემოუშვებოდა მოკლედ ეს პარსავსო და ეს ბღავისო აქედან რა და მოკლედ შემაწუხაო ძალიან რა ამ ძროხის ბღავილმა ну ზივარო ეხლა ვითმერო და პარსავს და გამიჭრაო უცეფო რა ამ ჩემმა მეზობელმა დალაკმა ხო და ну შევწუხდი მეთკინა რაღაცა მაგრამ ну უფროსი კაცია და რას ვეთქვი რა და ეს ძროხა უმატებს ძალიან ვწუხდებიო იმიტომ რომ ამ ძროხის ბღავილი აქედან და აქედან გაჭრა მოკლედ ნამეტანიაო რა თან ეხა სამართლებრივ რომ გადგანა თან ძროხა გაბღავის არის კაის ნიშანი მოკლედ ხმა არ ამოვიღეო და მე მეორეჯერ კიდე გამიჭრა ამან კიდე მოუმატა ბღავის და მოკლედ ძალიან შეწუხებული ვარ მესამეჯერ რომ გამიჭრაო მორიდებით მივმართეო რომ ერთი თუ ძმახარო გახედეო იმ ძროხასო ხო არ პარსავე რა ბღავლებს ამისიანცეთ ის არის გურული სიტყვა რა რა ბღავლებსო ეთყობა პარსავენო და ამისიანცეთ ასე რა ბღავ ხო ანუ ესე ძლიერად რა ბღავს ხო და ეგ უნდა მოუყვე მოკლედ ეგ ვიდეოში ლოლო თუ გინდა აღარ მოყვე ეს იდეა პირდაპირ ჩასული და ხო და შენი ლოგო მიადა აქ ისა სანამ შენი ჩენელი აქ რამე რაღაცა იქნება არა ისა ლოგოსავით ხო ჭირდება ყველას კი თვითონ არის და მეუღლესთან ერთად ფოტოზე აჰა და იქ რომ მიხვალ ხო და ეს იყო ანონსი რა რომ აი ამ ვიდეოს ნახავთ ლოლოს ვეხმარები მოკლედ და მოდი აქვე ლოლოს იმ 1500 გამომწერს უთხრათ რომ ჩვენი გვერდიც ეგ მინდა და რომ ეთქვა პარტერი ლოლოს subscribers აქ როგორ ვქნათ იცი რა მოვიფიქრე კაცები არის ზუსტად ამ ისტორიას არ გავამთავრებთ და ლოლოსთან იხილონ გაგრძელება ან პირიქით დამთავრება იყოს აქ ხო და დაწყება დასხისი ლოლოსთან კაცები არის 123
133,000 ხო და კიდე 1,500 თუ მოგემატება და გიგულავი ჩვენთან ლოლოს მეორე ლოლო არ არის ლოლო ხო ლოლო ლოლო არის წერება ლოლო არის ზამთარში როა ახალში რომ მიხვდა ესეთი რომ დაგხვდება ჩამოკიდებული ლოლოსთან ხო რა ვიამაყებ რომ რაღაც თქვენი სახელითაც რა თქმა უნდა რომ წვლილი შევიდა. ჩვენი წვლილიც არის ალბათ ლოლო იქნება პირველი და ესა რა ქვია ინფლუენსერი არა პირველი პარიკმახერი ესე რომ თქვა რომელსაც YouTube-ის ისა აქ მედალი არა არ იქნება არ იქნება ვიღაცა საქართველოში საბურთალოზე აუცებ შეთანხმდნენ არა ვიღაცა მართლა იქნება ხა მეორე ამბავიც მახსოვს მაგიბიდან მოგიყვე მაგ კონცერტიდან ხო მოგლეთ იმაზე რა ქვია ხეებზე რომ მოგლეთ ჩიტმა რო არ შეჭამოს ისა რა ხო იცი საფრთხობელების ისა რა კი ხო და მოგლეთ და მონტაჟება ხო და ინსტალაცია ეს კაცი თუ სტილისტია მაშინ ინსტალაცია 21 უკუნია 21 ეს კაცი ყვება როგორ ისაო ბალი მაქო რა ბალის შავი ბალიაო ძალიან გემრიელია და მოგლეთ ყანაში მივდივარო რა ისევე სიხარული ეს კაცი ყვება ხო მართლა დასვამი кайგან მართლა 5 წლის იღავი და გახსნა ხო რა ალბათ რა დაახლოებით რა ოზურგეთში იყო ფოლკლორული საღამო და ნუ გურგურია ხო იცი ჩემთვის და ლანჩხუთთან წახვედი არა თბილისში ვუყურებ ტელევიზორში და ხოლმე და განაწერი იყო და ფოლკლორული საღამოები რა სხვა რეგიონებში იყო და გურიის იყო ოზურგეთში ხო და საფრთხობელაო ვერ იმას ვქენიო რა ვერ მოვასწარიო რომ გამეკეთებინაო და მეზობელი მყავს ერთიო 15 წლისაა და უსაქმურიაო რა სკოლაში არც დადეცო და დელითხეო წევსო სახში და უთხარიო რომ მეო ყანაში მივდივარ და შენო მაინც არაფერს არ აკეთებ ადიო რა ხესეო და იქო იჯეკიო ჩიმიტორო საფრთხობელო კიბიძიაო ჯიგარი რა პრობლემაა რა კაცი დაასაკა მეზობელს როგორ არ მივეხმარებო წავედი მოკლედ ყანაში და ყანაში ხო იქიდან რაღაცა ნადი ყავს რაღაცა გეხმარებიან იქ რაღაცა შუა დღეს ჭამე იქ დალიე მე გააგზელებუშო საღამოს მოდის დაღლილი რა და გეტავს ამას და ეუნება რომ კაი ჩამოიაცი ეს აღარ გინდა ჩამე რატო გვიქნებიო მე მე არა მაგო ბალი კი შეგიჭამი ჩიდები აწინ ვღარდა ანუ თემი დღე ბალი კი შეგიჭამი რაღაც მინდა ანდრო ხარე რა გასხოვება მან დიქნები ის ჯიგარი ავიდა არა და ჩიტებს ერთი თუ ეყობოდა შეიძლება ამასაც დარჩენოდა რამე ამან ერთ დღეში ბიჭო ჩიტი 15 წლის ბიჭზე მეც ვერ შეჭამა ვერა სოდეს მეც მაქვს ეგეთი გაკეთებული ჩემმა მეგობარმა თქვა საჯავახოში რომ რაღაცა ისე დაემთხვა რომ მარტო იყო სახში მშობლების რაღაც თბილისში წამოვიდნენ თუ რაღაცა და ისა დაუბარეს ბალი მოკრიფეო ხო და ახლა მარტოს რა უნდა იქნა და მითხრა რომ წამოდიო რა მომეხმარო კი მეთქი ავედით და შევყევით რა ბალი ბალბა იცის შეუძლია ნახევარი ვედრო მომკრიფეთ არა ჭერდა ხოლე არა ბავშვები მიყავით არა რო ჩამოხვედი არა ჩამოიჭერა გაიზრდებოდნენ ბავშვები ყავთ არა რო ჩამოხვედი ანუ იქიდან ჩამოხვედი დავიზარდე 10 წელი უნდა გასულიყო ამის გასვლები არა ბებიაჩი იმდენი მაინც რომ ალკოჰოლი შეიძლება კი მაგრამ ასაც მასმევდა ბებიაჩემი არა ეს მასმევდა თუ ისა ჭიანჭველა შემყვებოდა ხო მაგრამ სანამ შემყვა და დაველოდოთ ჭიანჭველას პირდაპირ ბევრი ბალი შევჭამეთ ხო რო ვიტყოდი არახს დამატ არის ხეს უკან არის ხე რო გარგი შენთვისაც ნორმალური მაგრამ შენ ბევრ ბალს ჭამდი ესე ბიჭო ამის ბევრი ბალი და ამის ბევრი ბალი ორი სხვადასხვა ეს არის ამას დატოვებდნენ ბაღს როგორც ჩიტების და იმ ბიჭეს ამას ტოვებდნენ ბაღში ამ ბაღს მიხედეო და მთელ ბაღს ერთი
ესე რო შეგეძლო ხე უნდა აიღო გამოიშვა. ჩააჭა და პუკები პოგებრო. კარგად. მულტფილმი. ძალიან გემრიელია. კაცი არის. ბალივით ტკბილი ახალი წელი. ძალიან მიყვარს. აუ ძალიან გემრიელია. ჩვენთან იყო ქვიშნა ბალი ერთი ბიჭო რა გემრიელი იყო. ქვიშნა ალბათ რუსული ვიშნა. ალუბალი არის. მაგრამ ალუბალი არ იყო, იყო ალი იყო. ვიშნიდან და ინგლისური Q-დან მოდის. არა, ან ვიშნიდან და Q-დან. ქვიშნა სხვა W-ით იწერება. ხო, რატომ? კიდე არის ლოყაწითელა გაგიგეაგეთ. გვერდწითელა ვიცი? ლოყაწითელა. კიდე არის გოგრა. გვერდწითელის თამა. გოგრაბალი ხო არა? ამარის არის და ბალიც არის. თეთრი ბალის ბალის სახე. ზვალიათი შაური. და თეთრი ბალი ბიჭო. ბებიაში მიაკეთებდა კურკებს კიდე და თხილსტენიდა. ო, ეგ ყველაში და მურაბა. მურაბა. კლასიკა. ვახ შენ გენაცვალე რა კაი გემო გამახსენე. კაია, კაია. ახალწელს ვიქნები თქვენ თბილის ჭამას ეხა ვიცი ჩვენი ახლა. კაი, ეხლა რა შეეხება მეკვლეობაზე რომ დაუბრუნდეთ. ლოლოსთან ჩემი ვალი მოვიხადე მოკლედ. შეიძლება ეხლა რომ შეხვალ გითხრათ რომ არ მცალია სიომკები. ანუ ლოლოს შეპირებულია რომ კაცებში მივდივარო და იქ დაგაპიარებო. ეხლა ესე მაყუთი მაგაღებული. მაყუთი არა, მაგრამ 1-2 წელის გაქრა. ეგ არის მაყუთი, იგივე არ არის. ეხა ეს თუ დაგვადგა თავისი დალაგთან ერთად. მაგრამ ამის დალაკი ის არის ამის ძმისშვილი. ხო, ახლა ძმისშვილს მოიყვანს პრობლემა. რა, სხვასთან დადიხარ? შენით ხო? მე ხო, საფარსით. ძმისშვილი მიუშვებ და სანაძგი. ახალი ჩამოვიდა. თავი წარბები არ გააყოლა. კოვიდის დროს იყო ის ძმისშვილი, როცა როცა დაგედილი იყო საგალბაქოები. ხო, მაგრამ ეხლა აქეთ რო ვიყურები, აქეთ საჭიროება არ არის და შენ შემიძლია წაგიყვანოს და გაგაცნოთ ლოლო პირადად. მე მყავს ჩემი მეგობარი სტილისტი გიორგი, რომელთანაც ვიჭრი თმას 2004-დან. მე და მე მათე ესეთი იაღლიში მყავდა პარიკმახერი სტილისტი. სტილისტი არ გიხდება, მაგრამ რომელსაც უთხარი, ნუ გოგონაა და ამიტომ სტილისტს ვიტყვი, პარიკმახერი არ უხდება გოგონას, რომელსაც ვთხოვე რომ წვერს ხო ვერ ვიპარსავდა. რატომ? წვერის საკრეჭი, არ ვიპარსავ არასოდეს საპარიკმახერი. საპარიკმახერი, მე მეგონა საერთოდ. წვერი რო ცოტა მომეზრდება, ის არ პარსავდა და საკრეჭი ქონდა რაღაცა და ის საკრეჭი მაკიდე. რაც ის ვიყიდე, აღარ მივსულა რამ სტილისტად. ეკამ კრიჭავს სახში. მისთვის საზიანო გამოდგა მოკლედ ეგ რო გიჩია. დათური სამსახური ქვია მაგ. დათური სამსახური გაგიწია. დათოური. კაი, ტრადიციას რომ მიუყვეთ რა. ხო, მეკვლეობის ტრადიციას. მეკვლეობის ტრადიციის შემადგენელი ნაწილია სიმღერა. მუსიკალური ნომერი. ხო, აქედან ერთი დურურუმ. ხო, აქედან ერთი არის სუპერ ჰიტი, რომელიც ხო. წლებს გაუძლო. დროს გაუძლო. განსაკუთრებით. რაღაცები ცოტა მიიკარგა, შეიძლება ესე ვერ გაიხსნა, მაგრამ ჯანელას ეს ოსტატური მისამღერი მაგ. მოდი ჯოდასენიც ვახსენოთ. ძალიან დინამოზობა იქნება ამ სიმღერაში. ჯანელა ვახსენოთ და ჯოდასენის სახით ყველა ნიჭიერ მომღერალს ვისწავლე. ზოგი ისე შეიფერებდა იმას საერთოდ არ გაიხსენე. მართალი ხარ ჯანელა. ხო და ამიტომ წელსაც გვინდა. ხო, აბა. აი გიტარა რომ მქონდეს. ღმერთო ჩემო. უი. სტუდიაში გამოგვიგზავნეს გიტარა. ხვევით თო ბიჭო გაგიჟდები არა და ვერ ვიტან დადგმული რაღაცა გადაცემაში. არაფერი. უცებ ესე შემთხვევით აი რა ვიცი. თემა? ოღონდ სიმღერას მე არ დავწერ წელს. ყველამ თქვენი. ხო და რატო არ დაწერ? ჯანო, ჩემი რითმის რამე ორიგინალური იდეა გვინდა რა. რო დავწერია, ახალი წლის ადამიანს. კონტექსტი საერთოდ თავისთავად არ არის ორიგინალური რა, როცა აი კილოცავს ახალ წელს და რაღაცა, მაგრამ ჩვენ და მელოდიაც ორიგინალური. ხო, და აი მაგალითად რო იყოს მერე ეკერის ხო, ოლაის Last Trist. არა, ეგ ის არის ჯორჯ მაიკლი. ეგ ჯორჯ მაიკლი, ხო, ის არის ოლაის. ისიც მაგარი ორიგინალური. იუ და მე რო შედის. მან ეგ მომენტი მე ვაცე. მან მე მარტო ეგ მომენტი მევასა. მან ეგ მომენტი თავიდან ხომ მოგწონს და ის არის და სადღაც 31-ში უკვე გაძაგძაგებს იმიტომ რომ იმდენი მოусმინე.
Gangnam Style. ორიგინალური, დებილური კი არა, ორიგინალური. ხო და იდეა იყოს რაღაცა მარტივი უნდა იყოს რა. 2025, 20-25, 20-26. ხო. 20 მიდის 20-25, მოდის 20-26. აი ძალიან ორიგინალია. ამას ვერავინ ვერ მოიგებს ორიგინალი. იმდენად ორიგინალურია, რომ მთელი სიმღერა იქ იყოს მიდის 20. თქვენ იძახით რომ არა ორიგინალურიაო, მაგრამ ვის ექნება? ეგეთ სიმღერა გიგია სადა მოდის 2026. ანუ ის ექნება და რა ვიღაცას ვინც იცის რომ 25 მიდის და 26 მოდის. ეგ ყოველთვის და ესეთი კი ბევრი. ესეთ სიმღერებს არ ეგეთ სიმღერა მოგისმენია? არა აბა მითხარით, აი. მიდის 1917 მოდის 1918 მაქვს მასმე. აი რომ ვისი შესრულება? ვისი შესრულებიდან? შალიაპინის. არა, იმის რა ქვია, მამაკაცების გუნდი. რომელ წელს? რასთან არსებული. მე უფრო გვიან. ანუ იმდენად ავრორას მეზღვაურების გუნდი. აი ისეთ ადგილას ჩაგვიყვანა, რომ იქიდან მართლა ისევ 800 თუ იტყვის და ამოვალ. არა, ორიგინალური. ორიგინალში გაკოსმელი. არა, ორიგინალურია მიდის 25, მოდის 26. ოღონ თემაც ისეთი ავიღოთ რა. აი თქვათ, წასულებს ხო არ მიუძღვნათ აგერჯოდას იმის არ იყოს. არა, ჩემი აზრით რაღაცა ამას არ უნდა. ჩანელა თუ არ დაწევს შენ გამორჩეული. ბაქი ბუკი რითმას მოიფიქრე? ხუთის რითმა რა არის? თეთრასუტე რითმის პროფიტებას რა. აი 20 და 5, 5-ის რითმა რა არის? არა. მოიცა ერთი წამი, 5-ის რითმა რა არის? ცუდი, კიდე? ხუთი, ხუთი. კიდე? 5. ხუთი, მაყუთი. ხო აბა ხუთი. კი გამოიყვანა კუპლეტი და ხო. მე შეგეტყვი აი 6-ის მოდისზე 6 შექსვი. ეს ბავშვობიდან იქიდან როაზე გამახსენდა. სიმღერამდე მიდის. მაგით გეუნები. საში ტერიტორიაზე სექსი დათო. სექსი. ნესვი. ხო, 6 ნესვი. ნუ ცუდია, მაგრამ წავა. შენ მუსიკაში ამას გააკეთე. კაი. დაუშვათ რიტმებს ემაზე. მელოდიას როგორ აპირებ რო იმღე? მელოდია. უდეში მე დავეხმარე. გავაკეთეთ კოლაბს. მე დავეხმარე. აი, ანუ მოიცა ერთი წამი როგორ ვქნათ? ჩემი აზრით ეს იდეა უნდა იყოს გამორჩეული იმითი, რომ არაფრით არ იყოს გამორჩეული რა. სხვა ყველა იდეა ვინც აკეთებს, ხო გამორჩეული იდეებია. ხო, რა თქმა უნდა. და არა ბანალური იმითი გამოირჩევა თვითონ სიტყვა გვეუნება რომ რეალური მარტივია. რამე შინაარსი არ იყოს, რასაც რითმას მოვიფიქრებთ ეგ. ხო ჯობია რა თავარია რომ მიდის 20-25 მოდის 20-26 სიმღერის სტანდარტს რო აკმაყოფილებს რიტმები მაინც დაგჭირდება მინიმალურ სტანდარტს ერთი წამით. ვოკალს რო ჩამოთვალა აგერ ერთი წამით. ყველამ ჩვენ თეთრი სიმღერა რო ვიმღეროთ. ეგრე როგორია? თეთრი სიმღერა. აი ლექსები როგორც არის არა, რაღაც შინაარსი კონდეს რა, ხო დებილური თუნდაც. მოთხრობა რო ვიმღეროთ. შენ მოთხრობა იმღერე. არა, მოთხრობა სიმღერა შეგიძლია? მე არ რომანი რო იმღერო? არა ხო. მელოდია რო გითხრა. არა, თეთრია. მელოდია რა ავიღოთ? ვიხოთ Gangnam Style თელში არ გამარტყა და მეტი Gangnam Style როგორ იმღერებს ეს? იცეკვე გააკეთები მას. აი მარტივი იყოს რა ამაზე მარტივი აღარ შეგვიძლია. შენთვის ეს აი ესე ნა აი ესე მერე არა ეს რო გწევდა. დათო შენ რო ჯაზი შეუსვა მეც ვის ვუყურებ რა ესეთი მარტივი რო იყოს შენი არა ხარ მუსიკაში მე და დათო ვიზავთ. არა ეს ლექსი და მე მუსიკის კოლაბორაცია მე არ ყვები. მელოდიაში მე მელოდია იკო ბოდიში არა რა ბოდიში რას ლაპარაკობ ნიკა ჯერ არ მოვიწყა წელიწადში ერთხელ ასეთამი და მე იგივე მოდის 26-ი. ხო და გავაგზავნოთ ოკეი. მოიფიქრე ხა რითმა მიდის 25-ზე ჯერ ესე ჩამოვიაროთ და მე სამღერს ვიმღერებ შევაჯამოთ და მე ჯერ
დავიწყო? კი. აი, მაშინ მოიცა ერთი წამით. ეს არის? ხო. და ხარ? დავიწყოთ? მიდი. რბილად რომ თქვათ იყო ცუდი ვაჭა? შენგენაც მიდი სოციოცდახუთი მიდი. გზის გადაკეტვის საბუთით მიდი სოციოცდახუთი მიდი. არ დამილა იქეს ნუდი. მიდი სოციოცდახუთი. ავი მოვიფხანე ბუთი მიდის 25 ეხა გოგიჩარარი ირემს დაეჭიმა კუნთი სანტას დაუვარდა ქუდი მიდის 25. ერთად ვიღეროთ. ირემს დაეჭიმა კუნთი სანტას დაუვარდა ქუდი მიდის 25. ეხა ჯანგან გულოცავს რაულ გონსალესი აო, ლოცავს რაულ გონსალესი. მოდი. ხამე. რვიდან არა მოდის ფესვი. მოდის 26. მიდი ლაბაც. მუტრუკმა გაღუნა რელსი მოდის 26. მიდი კაკა. ეცა ნაძვის ხესთან ჯამაკექსი ჩემზეა მოდის 26. ბანკში გაგინულდეთ სესხი ყველას შეგირიგდეთ 6 მოდის 26. აბა ერთად ბანკში გაგინულდეთ სესხი ყველას შეგირიგდეთ 6 მოდის 26. მოდის 26. აი, დავლიეთ. ვა ნახე რა კარგი იყო? ბიჭო. ბიჭო რუიდან ფესვი არ ამოდის ფათაშეს ამოდის კუბური კვადრატული არ ამოდის თორე კუბური რა თქმა უნდა. არა, კვადრატულზე იყო ამ სიმღერაში. აქცენტი გამახვილა. ბოლოში საიდან არ ამოდის რა ციფრი იყო? კიდეთი შანსი მოგეცა რიდან რო არის და არა კითხვა ესე იყო და რა ციფრი იყო? ყველა შეგიგდეთ 6 რო არის იქ ბოლოში უნდა გეთქვა მოდის 20-26. ჯობდა ხო? კი. უფრო კარგი რითმა იყო. თავი ნულა მოუჭრათ. გურიაში მართლა არ ხსმენია 26 ესე რომ იმერეთი ეს არის ჩვენ უფრო 15. 26 6. კარგები ხართ, კარგები. მადლობა დათოს მადლობა პირი, მეგობრებო. გვიმეკლა სხვათა შორის გაისათაც არ იქნება ცუდი სიმღერა 7-ზეც არის რითმი კი, 7. თან ერთი წელი გაქვს მოსამზადება და ხო, ეგ პლუსია, შვიდი. 28-ში დაგვენძრევა თორე 27-ში არა უშავს 28-ში ინგლისურად ვიმღერ სიამოვნები. საჩუქარი ჩვენ მეყოლეს 8 დათო შენ ხარ საჩუქრები ჩვენ საჩუქარი გვაქვს. საჩუქარი გვაქვს შენ საახალწლო საჩუქარი შენგენა. ნიკო რახოს პროდუქტებია ჩვენი სპონსორი და საახალწლო საჩუქარი ნიკორასგან აქ არის შეგიძლია ვთქვათ ესენი ჩამოკიდო ნაძვის ხეზე უკვე 3-ში უკვე 3-ში ნაირ ფორმებია 3-ში ჩამოხსნი და ის საწვიდა ნიგზიანი რო ამოგივა ელში
მიესწრებ ნიკორას ხორცპროდუქტებს. დიდი მადლობა ნიკორას ხორცპროდუქტებს. დიდი მადლობა დათოს, რომ მე რამდენი წელი უკვე ესე ლამაზად მეკვლეობს და წარმატებით სხვათა შორის რაც დათო გახდა მეკვლე, იმის მერე არ გავჩერებულ ვარ. მე კაი ფეხი მაქვს. მოდი ფეხი და გულიც კაი გაქვს. კი დავხურეს, მაგრამ არ გავჩერებულა. შეიძლება ეს. ხო, ჯაფარას პოდკასტშიც მეკვლე იყავი და მშვენივრად მიდის ყველაფერი. მე კაცო მთხოვენ რომ ადამიანებს გავყვე მაშინ რა ქვია. რაღაცა ტარიფები რო ჩაგვიგდო რა. ადამიანებს გავყვე ბოლო გზაზე. მეკვლეობა სარნიშნო. იქაც რო კარგად იყვნენ. მოусვლელში. მომე გადავდე. გური ის თემა რო არ მივაგდოთ. მეკვლეობა სხვა რამეს ნიშნავს. მადლობა დათო. წავედი. მადლობა პირიქით, გილოცავთ ახალ წელს და ჩემი ძმები ხართ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულდა. გილოცავთ 2026 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს. შვიდობას, სამართლიანობას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და კაც საქართველოს უგაცხროს ევროპასთან ერთად. ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით, მაინც. შევხვდებით. ვარ გვეგონოს რომ მეც გილოცავთ. ჩაერთო. ესე უნდა. რა ნაზი იყო. 2026 წელს ესეთი ვიქნები. ტიზერი დავარ. 60 წლის გაცუმი აღარ მიხდება. ხო, ისე. აბარა. შევიდა, როგორც იქნა სიბრძნის ასაკში. ჭკუა მოეცა. გილოცავთ. რა ვას და ეს არის.